ალპანის გოგირდოვან აბანოებთან დაკავშირებით თუ გსმენიათ რამე. ასეც ვიცოდი. წლების განმავლობაში, ჩემს ღრმა ბავშვობაში, აქ იყო კოტეჯები, სადაც ჩამოდიოდნენ ართრიტით, რადიკულიტით, პოლიართრიტით, მოკლედ სახსრების დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც ძალიან ხშირად მოდიოდნენ ყავარჯნებით და უკან ბრუნდებოდნენ განკურნებული. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ლეგენდა, რეალურად ამის შემსწრე ადამიანებიც ბლომად არიან დღეს ალპანაში. ნახეთ, როგორი გაპარტახებულია აქაურობა. აი აქ ზემოთ იყო საცხოვრებელი ოთახები, პატარა ოთახები და ქვემოთ პირველ სართულზე კეთდებოდა აბაზანები. იყო ჩამწკრივებული ესე 4-5 აბაზანა ქვემოთ. როგორც ვიცი, აქ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში კეთილმოეწყო ეს ტერიტორია ვინმე ახვლედიანის მიერ, თუ სწორად მახსოვს. წლების მანძილზე, აი ჩემს ღრმა ბავშვობაშიც აქ დადიოდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სახსრების პრობლემები და ახლა ვინმე ურწმუნო თომა რომ არ გამოვიდეს და რომ არ მითხრას რომ რაღაც ზღაპრებს ნუ გვიყვებიო, მოვიყვანე ჩემი მეზობელი, რომელმაც აი ამ გოგირდის ბალნეოლოგიური კურორტის სიკეთე თავის თავზე იწვნია. ეს არის ჩემი მეზობელი, რომელიც სხვათა შორის მთელი ბავშვობა, როგორც მომიყვა, იტანჯებოდა სახსრების დაავადებით და ღამით მე-6 მე-7 კლასშიო არ მეძინაო, ისე მტკიო და მუხლებიო. ბავშვობაში მაწუხებდა რევმატიზმი. ბებია ჩემსას, მამა ჩემსას, მეც მტკიო და მუხლები. და ბებია ჩემი შემიფუთავდა მუხს, ტიროდი, მაგრამ მე გადამივლიდა. და როდესაც მოვედი ალპანაში ვიყავი 20 წლის, აქ იყო აბანო, სადაც დადიოდნენ და ამ რევმატულ დაავადებაზე მკურნალობდნენ. დადიოდა ჩვენი მეზობლები, ჩემი დედამთილი და რა თქმა უნდა წამოვედი მეც 90-იან წლებში და 7 ვანა გავიკეთე. 1 წელს და მე 2 წლის შემდეგ კიდევ. ასე და მის შემდეგ რა არის მუხლების ტკივილი, მე აღარ ვიცი. ახლა ვეცდები მიგიყვანოთ იმ წყალთან, გოგირდოვან წყალთან, რომელიც მიწიდან ამოდის. გოგირდის სუნი აქვს. აი ხედავთ როგორ ამოდის. მოკლედ თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო. ამდენი ბუნებრივი რესურსი გვაქვს და გაპარტახებული. ვერ ვიყენებთ.